გამარჯობათ პატივცემულო ტელემაყურებლებო. გადაცემა ბაგრატოვანი კვლავ ეთერშია და ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემებს. დღევანდელ დღეს ჩვენი სტუმარი გახლავთ ბატონი გიორგი გიგაური. გამარჯობათ ბატონო გიორგი. გამარჯობათ, მოგესალმებით. ბატონი გიორგი გახლავთ დიზაინერი, ხელოვნების მეცნიერებათა დოქტორი, ეთნოგრაფიული კვლევების სპეციალისტი. ბატონი გიორგი ჩვენი სტუმარი უკვე იყო ერთხელ, ჩვენ ძალიან საინტერესო თემებზე ვისაუბრეთ. და გაგაცანით წიგნი ბატონი გიორგის ქართული ეთნო ასტრონომია და თანამედროვე კვლევები. აი ეს წიგნი გახლავთ და მე მინდა პატივცემულო ტელემაყურებლებო მოგაწოდოთ ეს ინფორმაცია და გთხოვოთ რომ ჩვენ გვინდა რომ ეს წიგნი ითარგმნოს ბევრ ენაზე, რაც უფრო ბევრ ენაზე უკეთესია, მაგრამ სულ ცოტა, ესე რომ ვთქვათ, ინგლისურ ენაზე და აქ არის ნაშრომი, რომელიც ფაქტიურად საკაცობრიო ინფორმაციას შეიცავს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ინფორმაცია სამეცნიერო წრეებში, მსოფლიოს სამეცნიერო წრეებში იყოს ცნობილი. ამიტომ ძალიან მადლობელი ვიქნებით თუ ვინმე გამოგვეხმაურებით და ამ მიმართულებით დაგვეხმარებით რომ ეს ყველაფერი შევძლოთ და გავაკეთოთ. დღევანდელი ჩვენი გადაცემა იქნება ძალიან საინტერესო. წინა გადაცემაზე გახსოვთ მე ვსაუბრობდი და ვახსენებდი იმ მომენტს რომ აი როგორი მდგომარეობა არის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ამას არ ექცევა შესაბამისი ყურადღება. ძალიან რთულად არის ამ ხრივ საქმე, ადამიანები ესე რომ ვთქვათ, ვერ იკრიბებიან, არ ხდება კომუნიკაციის ფორმა სწორად. ეს ყველაფერი რაც გვჭირს, ჩვენ გვჭირს იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ფესვებს ვართ მოწყვეტილი და ჩვენ იმ უძველეს არქაულ ცოდნას, რომელზეც ვიყავით ყოველთვის მიმაგრებული, საიდანაც ჩვენ ვიკვებებოდით და საიდანაც ჩვენი კოსმოლოგიური აზროვნება და აი შემეცნებითი სამყაროსთან სიახლოვის აი ეს განცდა გვქონდა ყოველთვის და ეს გვაძლევდა იმის საშუალებას, რომ წუთისოფლისეულ ფორმებში, წუთისოფლისეულ ამ ტალღებში და ამ ბრძოლაში ჩვენ ღირსეულად გვევლო. და აი ზუსტად დღევანდელ დღეს ძალიან საინტერესო ადგილას ვიმყოფებოდი. ამის შესახებ ბატონი გიორგი ისაუბრებს და ჩემი იქ გადავიღეთ არაჩვეულებრივი კადრები, თქვენ იხილავთ ამ ყველაფერს და ძალიან მოხარული ვარ, რომ ვნახე ადამიანი, რომელიც ბატონ გიორგის გვერდით უდგას და ესე იგი აკეთებს საშვილიშვილო საქმეს და ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ჩვენი ქვეყნისთვის. ბაგრატოვანთა დინასტიის სახელით მინდა გადაუხადო მადლობა მას. სახელდაგვარს არ ვასახელებ ამ ეტაპზე, რადგან მას არ სურს გამოაჩინოს თავისი სახელი და გვარი და ურჩევნია ამ ეტაპზე ჩრდილში იყოს და აი არ ვიცი, მე მთელ ზეციურ ძალებს შევთხოვ რომ მას არ მოაკლოს მადლი და წყალობა და ბატონო გიორგი თქვენზე არ საუბრობ ეხლა და აი ეხლა დავიწყებ იმას რომ უდიდეს საქმეს აკეთებთ, უდიდეს საქმეს, აი მართლა რომ ჩვენი ერი მიებას ისევ ესე რომ ვთქვათ და სწორად დაებას და მოხდეს იმ წესრიგის დამყარება, რა წესრიგითაც უცხოურია ჩვენს წინაპარს და განსაკუთრებით ეს ცოდნა შემონახული არის ზუსტად ხევსურეთში, ზუსტად ფშავში, ზუსტად მთიანეთში, ანუ ეს არის ჩვენი აი სული სადაც იმყოფება. მოკლედ გთხოვთ აი მოგვიყვეთ აი მის შესახებ ეს რა ხდებოდა დღეს სადაც ვიმყოფებოდით ჩვენ ამ უნიკალურ ადგილას. თავის სახელწოდებით ყველაფრით აი თქვენთვის მომინდია ამის დიდი მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში მინდა დღესდღეობა და გამარჯობა უსურვო ბაგრატიონთა
გვარს საქართველოს ადიდებლად და საქართველოს გასაძლიერებლად. დღეს ჩვენ ვიმყოფობოდით არაფორმალურ განათლების ცენტრში, რომელიც ფირმა კასტამ დაარსა. ეს დაახლოებით 2 წლის უკან 2 წელი გავიდა უკვე და თავდაპირველად მე ვერც კი წარმომედგინა რომ თუ შეიძლება ასეთი რაღაცა მომხდარიყო, მაგრამ ალბათ ესაც ხრის განგებაა რომ არიან პატრიოტი ბიზნესმენები საქართველოში, მადლობა ღმერთს, რომელსაც აინტერესებთ მართლა ქართული საქმეების კეთებაში რაღაც დაინტერესება ნახონ და ჩადონ თავისი შესაძლებლობა. იქ გავაკეთეთ ჩვენ ფირმა კასტაში ჯგუფი, რომელიც მხატვრები, სხვადასხვა სპეციალისტები შემოვიკრიფეთ და უფასოდ ვასწავლეთ. აი ესაა ყველაზე მთავარი, რომ უმაღლეს დონეზე ესწავლოს და თანაც ისეთი იმით, რომ ქვაზე, მარმარილოზე ქვაზე ჭრა და ხეზე ჭრა და თანაც ფერადი მინების დამუშავება და ფერადი მინების ვიტრაჟის აწყობა, ეს არის ძალიან დიდი ფუფუნებაა საქართველოში, იმიტომ რომ ჩვენთან არ იშუება ეგ ფერადი მინა და უცხოეთიდან შემოდის, ძირითადად გერმანიიდან ფრანგული და ამერიკული ფერადი მინებია. ეხლა რის თქმა შეიძლება, რომ პირველ რიგში ეს უფასო ცენტრი, იმიტომ დავაარსეთ ჩვენ, რომ ქართული ხასიათის ისინი გავაკეთოთ, თორე ეხლა მოგეხსენება დღეს არსებობს ყველანაირი ასეთი ინტერნეტ საშუალებით სწავლებები მიდის, შეიძლება ის ასწავლო რაღაც ტექნიკურად აწყობა, მაგრამ აი ქართული ხასიათიც რო ააწყო რაღაცა ცნობილი მხატვრების რაღაცა ნახატების მიხედვით იქნება თუ რაღაც სხვა ეროვნული გმირების ისენი იქნება გამოსახულობა ან კულტურის ძეგლებზე ორნამენტების გამოსახვა და ეს აი ესეთი იმი პირველადაა საქართველოში ესეთი რაღაც. თითქმის აი თოიძერაც დაიხურა იმის შემდეგ, ხო, აი ესეთი სასწავლო ცენტრი არსად არ ყოფილა, მე ესე ვფიქრობდი, რომ ეს არის დიდი მადლი. ეხლა როგორ ვაკეთებ ჩვენ, როგორ ვიღებ ჩვენ კასტაში ამ განათლების ცენტრში მოსწავლეებს. ჩვენ პირველ რიგში გასაუბრებით ვიწყებთ, იმიტომ რომ ცოტათი მაინც უნდა ჰქონდეს გარკვეული ხატვის უნარი უნდა შეეძლოს, გადახატვის უნარი. თუმცა ეხლა უკვე ავტორიზაცია ხდება ამ ჩვენი ჯგუფის და შეიძლება კი არა კოლეჯის იმაზე გადადის უკვე და იქ უკვე გამოცდებიც იქნება სპეციალურად და იქ უკვე სხვა უკვე დონეს უკვე მოთხოვნების გაიზრდება, რა თქმა უნდა. ჩვენ ძირითადად ხის მასალაზე, ქვაზე და ფერადი მინაზე ვაკეთებთ. აი ხეზე ვაკეთებთ საქართველოს პანოებს. და ეს პანოები ისეთნაირადაა გაკეთებული, რომ თან ეთნოგრაფიულ სტილშია, თან აკადემიურ სტილშიც არის თან და ვაჩვენებთ იმ მებრძოლებს, იმ გმირებს, ვინც ყავდნენ ჩვენ ისტორიულად გადმოცემით და ამით ახალგაზრდებს ვაინტერესებთ. ჩვენი დევიზია ისწავლე და ასწავლე. ეს დევიზი იმიტომ მოვიფიქრეთ, რომ ეს სპეციალობები უნდა გადაეცეს თაობიდან თაობას და არ დაიკარგოს რა, თუ ცოდნა არ უნდა დაიკარგოს, ცოდნა უნდა გადაეცეს თაობიდან და ესე განვითარდა მსოფლიოს ევროპაში და ყველგან ესე განვითარდა ეს და უდიდეს შედევრებს ქნიდნენ მე აი ამ გამოყენებით ხელოვნებაშიც და სხვა ისეთ ხელოვნებას ისეთ ტილოებს და ისეთი მეებს ქნიდნენ, რომ იქ იყო სპეციალურად ჩადებული იყო ინტერესი ამაში. ეხლა ფერადი მინები არ იშუება ჩვენთან, ესენი ჩამოდის. ესაც ფირმა კასტას დამსახურებაა, რომ ამას აწყობა უნდა, ამას უნდა პირველ რიგში უსაფრთხოების დაცვის ის უნდა ესწავლოს მოსწავლეებს. მოსწავლეების წლოვანებაც ასევე შეზღუდული არ არის. შეიძლება 20 წლის იყოს, შეიძლება 30. ანუ ახალგაზრდა უფრო ჯობია, იმიტომ რომ ახალგაზრდა გადასცემს უფრო. ხო, მოკლედ სხვადასხვა პანოების შექმნით, მათ შორის საქართველოს კუთხეები გავაკეთეთ, სვანეთი, ფშავ-ხევსურეთი, იმერეთი, სამცხე-ჯავახეთი, ჰერეთი, ისტორიული ლაზეთის გმირები და მატერიალურ-კულტურული ძეგლებიც გამოვსახეთ აქ. ბევრი ხალხი იყო გახსნაძეც მოსული და ისედაც სხვაებიც ინტერესდებიან და მოდიან და აინტერესებს. ერთ-ერთი პრობლემა ეს არის, რომ აი ტრანსპორტის პრობლემაა, მოკლედ
ავჭალაში რახან არის, მაგრამ ესაც ალბათ მოგვარდება და დაინიშნება რაღაც სპეციალური ტრანსპორტი. აუცილებლად ჩვენ ჩავერთვებით ამაში და მაქსიმალურად გავაკეთებთ, რომ ეს ნამდვილად, იმიტომ რომ ისე თქვენ ვერ წარმოიდგენთ პატივცემულო ტელემაყურებლებო, რამდენად იცით საბაზისო ყველაფერი არის აბსოლუტურად და აი თქვენ უყურებთ ახლა ამას აუცილებლად ამ ეს კადრები გადის და აი აბსოლუტურად წარმოიდგინეთ ეს არის უპრეცედენტო რამ, რომ ანუ პირველად საქართველოში აი უძველესი აქ ბატონო გიორგი რას მინდა კიდე ხაზი გავუსვა იმის გარდა რომ აქ დაოსტატება არის კიდე კატალოგები დაამზადეს ხელოვები პანოების კატალოგები დაამზადა ფირმა კასტამ კიდე დიახ ეს საოცარია მე პატივი მქონდა რომ დღეს საჩუქრად გადმომწეს და ძალიან ბედნიერი ვარ და უმნიშვნელოვანესი რა არის იმის გარდა რომ აქ სწავლობენ ხეზე მუშაობას, ქვაზე მუშაობას, აი ამ ტექნიკას, ყველაფერს, შუშაზე მუშაობას, ამის გარდა რას გამოსახავენ? რას გამოსახავენ? უძველესი ჩვენი, ესე იგი, აი ამის შესახებ თქვენი საუბრეთ ძალიან გთხოვთ, ანუ აქ გამოსახული არის ძველი სიმბოლოები, ქართული უძველესი მთის ხევსურეთის აი ეს ეგ თავიდანვე ჩავდებით ეგ ინტერესი რომ რაც ქონდა ჩვენ ეთნოგრაფიაში და იმას კოსმოლოგიური სიმბოლოები და რაც გვაქვს ჩვენ კულტურაში დედაბოძებზე კიდობნებზე რაც ქონდა ჩვენ ეს ყველაფერი უნდა გადაეცეს მოვალთაობას და იცოდნენ ამოჭრა ელემენტარულად ბორჯღალოების ამოჭრა ქვაზე და ხეზე ძველად როცა ქართველი ამას ამოჭრიდა ლოცა ქონდა ნათქვამ ეგეთი გადმოცემა იყო ეს იყო საღვთო სიმბოლო რა ბორჯღალო ყველა ქართველმა უნდა იცოდეს ვისაც კი რაღაცა პატარა ფანქარი მოუსვია ან საჭრეთელი დაუკავებია ხელში ბორჯღალოს ამოჭრა ამოკვეთა უნდა იცოდეს ყველა ქვაზე და ხეზე აი რა ნიუანსია და რამდენად აი საინტერესოა რომ ეგ დადებითი ენერგეტიკის ის არის ანუ ოჯახებში ეს სიმბოლოები რო ჰქონდათ დადებითი ენერგეტიკა იყო ამ ჯვრის სიმბოლოსთან ერთად ესაც დადებითი ენერგეტიკას მომტანი იყო და დამცველი იყო ასე ვთქვათ აპოტროფიული სიმბოლო იყო ეს კოსმოლოგიური სიმბოლოები ქართველებს და სოფლიოში ორიერი ვართ მოკლედ ვისაც ესეთი კოსმოლოგიური სიმბოლოების თელი სისტემები გვაქვს ჩვენ და ბასკებს გვაქვს მხოლოდ ესენი შეიძლება თითოეულა სხვადასხვა ერებშიც ინდოელებში ან სადღაც აფრიკაში ან სადღაც იაპონიაშიც მინახია ბორჯღალოს გასული მაგრამ ქართველებს და ბასკებს გვაქვს ეს სიმბოლო ძალიან სისტემურად რას ნიშნავს მთელი კომპლექსია რა სხვადასხვანაირებია ეს და როგორც ჩანს მთელი ტრადიციები არსებობდა ამისთვის საქართველოში ახლა ისტორიულად აგერ ბორჯომის ხეობაში აღმოჩენილი ძალიან ძველი ჭვირული გულსაკიდები რომელიც ქურუმი ქალების იყო ეს ანუ რიტუალებში იყენებდნენ ამ ბორჯღალოს გამოსახულებებს ეს უნდა ესწავლოს ბავშვებს ამას ვასწავლეთ ამას გადავსცემთ აქ მარტო ამოკვეთა არ არის ქვაზე და ხეზე აქ არის ის ცოდნა რომ რამდენი ქიმიანი უნდა ყოფილიყო მაგალითად ბორჯღალო საიდან როგორ ტრიალებდა მარცხნივ ტრიალა რას ნიშნავდა მარცხნივ ტრიალა რას ნიშნავდა ეს ყველაფერი უნდა ცოდნიყო ეს და ამას ვცდილობთ რომ გადავსცეთ ისინი მე სხვას გადასცემენ ეს ყველაფერი არის რაღაცა მადლის თუ რაღაცის მინიშნება ეხლა მე საიდან მოვიდა ესა აი ეს არ ვიცი მე ეს ფირმა კასტას დამთხევა ისიც რომ ისიც დაინტერესდა ამით ხო ეს ალბათ ღვთის განგებაა ესე რომ სხვაკან აღარსად არის სწავლება და ჩვენ დავიწყეთ ამის სწავლება ახლა და იმედია რომ ჩვენ შედეგს ხებიც გააგრძელებენ რა და ღმერთმა ქნას რა მართლა რომ გააგრძელდეს ეს არა დიდებული საქმეა და აი უმნიშვნელოვანესი მომენტი არის რომ მოგეხსენებათ აი თქვათ სკანდინავიური რუნები არსებობს ხო ანუ ეს უძველესი ცოდნა არის ეს წასული არის ჩემი აზრით რაზეც მე მუშაობ ეს არის 4 უძველესი ცივილიზაცია მესოპოტამიის ეგვიპტის ჰარაპანის და ტყვარარაქსის აი და ამათ კავშირებზე ვფიქრობ რომ ანუ აქვს ყველაფერი აქედან წასული და მე როგორც ვუკვირდები და მე დროთა განმავლობაში კვლევა ალბათ მაჩვენებს და თქვენთან აქტიურია ეს სამეცნიერო ურთიერთობა ეს ჩვენი ხო ანუ ფაქტიურად გამოდის რომ აქ ყველაფერი აქ გვაქვს ჩვენ და ვართ ერთ-ერთი უძველესი კულტურის და უდიდესი ცოდნის შემნახავები.
და პრაქტიკაში გამტარებლები, ანუ სკანდინავიური ზონები რატო ვახსენე? ისინი ნახავს გააკეთებდნენ, რაღაც მონახაზია, რომელიც დაცვითია, დამანგრეველია თუ რაღაცა პროცესზე მოქმედებს. ეს რეალურად მოქმედებს. და თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენ ეს გვაქვს, ეს ყველაფერი ჩვენთან არის. და გაცილებით ძველია ვიდრე სკანდინავიური, ნუ არც კი შეედრება, რა თქმა უნდა, აი ყარაქსის კულტურაშიც ყველაზე მეტად ეს ჩანს რა და საქართველოს ტერიტორიაზე ყარაქსის პერიოდის ყველაზე უძველესი მე მგონი ბორჯღალოს ბურნავი ჯვრის გამოსახულება ბადაანშია მე მგონი აღმოჩენილი. ძალიან ძველია რა ჩვენთან. ხო და ეს როგორ არის იცით რომ ამის გამოსახვები და ისინი სახლში ხო იყო მიღებული, ასევე სალოცავებში იყო მიღებული ეს, საბრძოლო იარაღებზე იყო და ტანსაცმელზე იყო. კაცს თავისი სიმბოლო ჰქონდა, კაცის ტანსაცმელზე, ტალავარზე და ქალს თავისებური ის ჰქონდა კიდე. ანუ კაცი უფრო მოწოდებული იყო როგორც ღვთისმშობლების გავსად მებრძოლის ფუნქცია ჰქონდა კაცს უფრო რა მინიჭებული და ქალს უფრო ბარაქის დედამიწის და ესეთი იმის ნაყოფიერების ის იყო ქალის ის რა და ამაზე იყო აგებული მთელი ეს ცხოვრება. სახლშიც აი ქართულ დარბაზში რო შეხვიდოდი, მარცხენა მხარე ქალების იყო, მარჯვენა კაცების იყო. ყველაფერს ჰქონდა თავისი წესები და თავისი ჯამთელი თაობა იზრდებოდა ესეთ იმებში სახლებში და ასე მოდიოდნენ და ასე ილოცებოდნენ და ასე მოდიოდა. ეს იყო სწორი კავშირი სამყაროსთან. სწორი კავშირი, ამაზე იყო კოსმოსთან. კი ბატონო. იმ ასე გადავჭით, ასე გადავჭით რა და ასე იყო მებრძოლების წესებიც ასე იყო აგებული. ყველა მიცოდა, აი ბოლოს უდიდესი გენერალი ყავდა ჩვენ მაზნიაშვილი, რომელსაც ცოდნია თურმე იცოდა რა და როგორ უნდა ეწარმოებინა ეს. სამწუხაროდ ახლა ბევრი რაღაცები დაიკარგა, მაგრამ იყო რა ერთხელ კაპიტან ნაჭყებიას არქივში ვნახეთ ერთი ჩანაწერი საინტერესო ქერჩში აფრანავის მსგავსი რაღაცა სააწყეს მოკლედ რა ალყა შემორტყმ გერმანელების რკალიდან როგორ გამოაღწიეს აი ძველი ქართული საბრძოლო ცოდნით რა სასწაულია ნუ აფრანავი რაღაცა მარჭიხოლივით რაღაცა აწყეს აი დღევანდელი როგორც დელტაპლანი აწყო და მე ზურგიდან დაარტყეს გერმანელებს და გაანადგურეს ღამით მოხდა აი ეგეთი ცოდნები იყო კი ბატონო და აი არ უნდა დაიკარგოს და გამოყენებით ხელოვნებაშიც უნდა გაგრძელდეს ეგ იმიტომ რომ იაპონური დანები თუ შემოდის და ეხლა ფინური დანები შემოდის კაცო აქ უნდა მიეცეს ქართულს მჭედელს იმის საშუალება რომ გამოუშვას რა ქართული იარაღის დანები და სახში უნდა იყოს ესეთი იარაღი და ჰქონდეს რა ადამიანს რა იმის ეს თან ამ იარაღს არ აქვს მარტო ის რო თქვათ ეს რო ის ქართულია ეგ არის მაგრამ რა თქმა უნდა მაგრამ ამას თავისი სარიტუალო მნიშვნელობაც აქვს დამოკიდებულება იარაღთან ეს მთელი ხელოვნებაა და უდიდესი ცოდნა ეს უბრალო რამე არ არის რა და აი ეს რო უბრალო რამე არ არის და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ხომ აი ვფიქრობ რომ ეს საგანმანათლებლო კუთხით უფრო და უფრო აქტიური უნდა გააკეთოს. აი ხა პანოებზე ჩვენ გამოსახეთ კიდე მეფეების გამოსახულებები. აი უმნიშვნელოვანესი ის მეფეები თავს წირავდნენ რა საქართველოს ისტორიისთვის და ძეგლები აშენებული კაცო იმათი იმით რომ აგერ ბაგრატის ტაძარი ყველაზე პირველი და მნიშვნელოვანესი იყო საქართველოს გაერთიანებული საქართველოს სიმბოლო იყო. და ბევრი სხვა ტაძრებიცაა და ეს მეფეების გამოსახულება იმიტომ აუცილებელი და თანაც ახლა აკადემიურად რო გამოსახავ ეგ სხვა არის მაგრამ ჩვენ როცა ამას ეთნოგრაფიულ სტილში გამოსახავთ ცოტა ესეთ სტილში გამოსახავთ რომ ცოტა აი მოზარდებისთვის იყოს აუცილებელი და მოზარდ დააინტერესოს აი ეს მიდგომა უნდა იყოს რა ცოცხლად რა ეხლა დღეს შემოვიდა ეგ რუტერითაც კიდე ჭრიან და კომპიუტერზე აგებენ იმას მაგრამ ეს მშრალი გამოსახულობა არაფერში საინტერესო არ არის. ხელით გაკეთებული სულ სხვა მადლი აქვს, სულ სხვა დადებითი ენერგეტიკა აქვს, დიახ. და ეგ უნდა გაგრძელდეს ეგ ცოდნა რა, ეგ გადმოცემა. აი ეგეთი ისენია მასტერალურ კულტურის ძეგლები, ახლა ლაზეთში რაც არის შემორჩენილი ქართული და ან
საინგილოში. ხო, ეგენი არ არის დასავიწყებელი, ეგაც უძველეს ქართველების შრომა ოფლია ჩაღურილი და სისხლია დაღურილი და ეს უნდა გაგრძელდეს ამათი ცოდნობა, უნდა ესწავლებოდეს რაც როგორ აგერ სხვა ჩვენ მეზობელი ქვეყნებს არ მინდა დავასახელო, ახლა სკოლის სახელმძღვანელოებს თურმე საქართველოს ტერიტორია აქვს შეყვანილი და ასწავლიან გაწოდა. ჩვენ ძეგლები ვეღარ უნდა დავიცვათ და ვეღარ უნდა ვასწავლოთ ჩვენ მოზარდებს რომ აი ჩვენ წინაპრებმა ესენი ააშენეს და ეს ჩვენია რა. ეს უნდა ესწავლოს და ეს უნდა გადაეცეს. როცა ეს ცნობიერება გვექნება ჩვენ, ამას ვერანაირი მტერი ვეღარ მოგვერება. აი ჩემ ადრე ერთ მონოგრაფიას წაუმძღვარე ძველი ხელსური კაცი იყო ლიკოკელი იმის ნათქვამი რომ ვისაც 1991 წელს ჩავიწერე ვისაც თავისი ქვეყნისა და გვარჯილაკის ისტორია კარგად ახსოვს იმას ვერანაირი მტერი ვერ მოერება. მართლა ეგრეა ვერ მოერება თუ კი ცნობიერება გექნება შენს დავმოვლობაში ხო შენ საქართველოს კულტურის შესახებ ვერანაირი მტერი ვერ მოგერება გინდა რანაირად გინდა რაკეტებით და იმებით გესოლოს ხო თავარი ეს კულტურა რომ არ დაგვეკარგოს რა სულ ვიძახი ხოლმე რომ ნებისმიერი უბრალოდ ხშირად ვიძახი გადაცემაში ხოლმე რომ ნებისმიერი იარაღი შექმნილია ჩვენი გონის მიერ ხომ ანუ აქედან გამომდინარე ზუსტად ჩვენ თორსა სწორად ვიქნებით ესე რომ ვთქვათ დალაგებული ამ მიმართულებით ყველაფერი კარგად იქნება რა და ყველაფერი სწორად იქნება და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას რომ ეს მარტო არის პროექტი რომ ეს ყველაფერი ეს პირველ რიგში გადაკეთდეს როგორც კოლეჯი გახდეს როგორც ესე იგი პირველ რიგში ეს მოხდეს ანუ განვითარების სწორი ფორმა და მე მსგავსის გაკეთება იგივე კახეთში ქუთაისში ბათუმში აი როგორც აი გმინდა სწორად მაგის პროექტი მქონდა მე ადრევე შეტანილი ჯერ კიდევ წინამთავრობების ეხლადაც მაგრამ განათლების სამინისტროში სამწუხაროდ ალბათ ვერ მოხდა ისეც ადგილზე და მე მინდა რომ საქართველოს რეგიონებში ესეთი არაფორმალური განათლების ცენტრები შეიქმნას. იქაც გაკეთდეს ასეთივე მუზეუმები, გაკეთდეს ასეთივე საგამოფენო დარბაზები და იარონ სკოლის მოსწავლეებმა ვინც ნიჭიერი გამოჩნდება ისიც ჩაებმებიან ამაში და სკოლებთანაც ახლოსაც უნდა იყოს დიდ სკოლებთან ასეთი ისენი და გაგრძელდება რა აი ძალიან გასაოცარი შეგრძნება და მეუფლა როცა ვათვალიერებდი და ვიღებდი ამ ყველაფერს აი წარმოიდგინეთ ყველა გმირები ყავთ გამოყვანილი ანუ აქ ძველი პერიოდის ახალი პერიოდის გმირები იმდენი ყავს საქართველოში ბატონო მამუკარო ვერ დავტევდით მაგრამ რაც შევცეთ ხო ძალიან საინტერესო არის აი საქართველო არის გმირების ქვეყანა ხო და ამით უნდა განისაზღვრებოდეს ანუ ზუსტად ეს ხო იყო განსაზღვრელი გმირების კი წმინდანების და გმირების ქვეყანა რა და ამით განისაზღვრებოდა ჩვენი ღირსებით განისაზღვრებოდა ხომ ტერიც კი პატივისცემით იყო გამსჭრელი იმიტომ რომ ხედავდა ღირსების მომენტს და ხედავდა იმ მომენტს რომ ანუ რაღაც არასწორს აკეთებდა რა და აი ეს ყველაფერი როგორ დონეზე იყო რა და ხოთაშორის ახლა გერმანიაში ვიყავით წასულები და იქ ქართველებს ვისაც შევხვდი და გერმანელებსაც აი ძალიან წინა გადაცემაში ვისაუბრე ამაზე ზუსტად მქონდა ის მომენტი რომ ქართველებისთვის მეთქვა რომ აი დათათუთაშხიაში რო არის ის მომენტი ეხლაც არ შევყვებით სიღრმეებს იმ წუთში გაგახსენდებათ ეგ მომენტი ანუ ჩვენი სახე უნდა ვიყოთ ოჯახის გარეთ ხო და ჩვენი და ქვეყნის გარეთ კიდე ჩვენი ქვეყნის სახე უნდა ვიყოთ და ამას რამხელა მნიშვნელობა აქვს და ქართველები რომლებიც ემიგრაციაში არიან რამხელა მნიშვნელობა აქვს რომ მათ თავიანთი ქვეყნის სახეს წარმოადგენენ და რამხელა მისია აქვთ დაკისრებული აი ამ ხრივ რა და აი ამას თუ შეინარჩუნებენ აი ამ სახეს თუ შეინარჩუნებენ და ამას გადასცემენ მაგრამ ჩვენ იმდენად მოგწყვიტეს ამ ფესვებს რომ აი ეხლა ძალიან სწრაფად არა ხვალ ზეგ არამედ დღესვე უნდა დაიწყოს
საგანმანათლებლო და განათლების სამინისტრომ განსაკუთრებით ვისაც ეხება ხო ეს სფერო და ეს მიმართულება რომ აი გახსენებაში მალე შევიდეთ და გახსოვთ 90-იანებში რამდენი წიგნები მახსოვს კაცო არა მე არაფერისა წინააღმდეგო არა მაგ და სხვადასხვა ცოდნების მიმართ და ის იმის დამოკიდებულება არ მინდა ისე ჩაითვალოს თითქოს ამითი რომელიმე ცოდნას რამე არაფერს არ ვეხები ყველას თავისი ცოდნა აქვს თავისი მიმართულებები აქვს თავისი კულტურა აქვს მაგრამ ფაგავად გიტას წიგნები კიდევ ვიძახი შინაარსობრივად არ ვეხები მაგრამ ჩვენი აი ვთქვათ კრიშნაიდების სხვადასხვა მიმდინარეობის უამრავი წიგნები იბეჭდებოდა უამრავი ინფორმაციები შემოდიოდა იქ კაშპიროვსკი გამოდიოდა იქ ვიღაცა ანუ იმდენად რაღაც აი ქაოსურმა იმან რა ინფორმაციულმა ტალღებმა მოიცვა ჩვენი ქვეყანა რომელიც თავის თავში იტევს იმ ხელად ცოდნას რაზეც თქვენ საუბრობთ და რასაც თქვენ სწავლობთ ეხლა და რაც თქვენ გამოგაქვთ ახალგაზრდებისთვის რომ რათა გაეცნონ ამ ინფორმაციას და უნდა იყოს კი ცხოეთშიც უნდა იყოს ეგ რომ მოზარდება ისწავლონ რომ ქართული ზოგიერთი აი ვიცი ოჯახები და ბავშვებს დიან და ქართულ საუბარი უჭირთ ცხოეთში არის ქართული სახლები უნდა იყოს ამაზე უნდა იყოს დაფინანსება ყურადღება უნდა იყოს ადრე ეხლა მონასტრები ქონდა ჩვენ საქართველოს ფარგლებს გარეთ და ეხლა სამწუხაროდ აი ეს პატარ-პატარა ისინი გაჩნდა ქართული სახლები რომელიც ეკლესიები ან სხვადასხვა ადგილას და ამით ცდილობენ რომ როგორმე იმ ქართველებს ჩასულ ქართველებს რაღაცნაირად შეუმსუბუქან ეროვნული ცნობიერება მომავალთაობამ რომ დაინახოს რომ აი რაღაცა გაგრძელდას და რაღაცა არ დაგვეკარგოს თორე ასე გენოფონდი იკარგება ვატყობთ ძალიან დიდი ბევრი ხალხია უკვე გასული საქართველოს გარეთ და ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანი და დაგვეკარგება რა ცოდვა რა მე მაინც ვფიქრობ რომ ერთგვარი არის რაღაცები კარგი მომენტებიც არის ცოტა შემოbrunების ისენია რაღაც არის მომენტები მაგრამ სოფლებში რომ დავდივარ ეხლა მაგალითად კახეთში მიწევს ხშირად შეარულდა იქ ცოტათი ისეთი ის არის პესიმისტური ისენია მაგრამ მე ვფიქრობ რომ მაინც იქნება გამოსწორდეს იქნება როგორღაც აღდგეს ისევ მე ვფიქრობ რომ თას ალბათ აი თას უნდა გარკვეულწილად მიხედვა თაში არის ერთგვარი ჯანსაღი ყველგან ჯანსაღია რა თქმა უნდა საქართველოს მიწაზე სადაც ნალოცია და სადაც ნაკურთხია და სადაც სიმღერა და სადაც ჩაღურილია ქართული სისხლი ყველგან დალოცვილია მაგრამ აი მთაში ხო სვანეთში ხევსურეთში თუშეთში ხევში თიულეთში რაჭაში ხევში ამ ეს ხალხი ამ მდგომარეობაში ხო მე ვფიქრობ რომ ცოტათ მეტი ყურადღების მისაქცევია და ყურადღება მათ შორის ახალგაზრდა ოჯახები უნდა მეტი შეიქმნას და დაინტერესება იყოს რა რომ იქ ადგილზე ნატურალური პროდუქტის წარმოება თუ რაღაცა დიახ რამხელა მნიშვნელობა აქვს აბსოლუტურად აი ძალიან საჭირო საკითხი შეეხეთ ხო და მე ახლა ჩემი ინტერესი თბილისის გარდა არის მთა ასევე მთა მაინტერესებს მე და მთაში გავაკეთე რა პირაქეთ ხევსურეთში ჩავდგეთ პატარა კოტეჯი და ამდენჯერმე მithქვამს და ახალს მინდა ვთქვა რომ ეს ამას ვერ გადავიტანდი იქ თუ არა აგერ გუბერნატორის დახმარებით და დუჟეთის მერის დახმარებით და მაგრამ პატარა მომენტი არის კიდევ რომ ბილიკის გაყვანა მინდა ელემენტარული ბილიკი გავაკეთო ეგ უნდა გავაკეთოთ ბატონო გიორგი აუცილებლად რა მანქანის მიყვანა არ მინდა სიმართლე გითხრათ რომ ბუნებას არ მინდა რომ ისევ ის ველურად ისევ ის იმით შენარჩუნდეს ის ბუნებრივი იმით შენარჩუნდეს და დანარჩენს აი პატარა იმით რომ მივიდე ადამიანმა რაღაც პატარა ბილიკი კარგი ბილიკი მაინც იყოს რომ წვიმაში ან თოვლში რაღაცნაირად მსუბუქ თოვლში მივიდეს მე ვფიქრობ ალბათ გავაკეთებთ მაგას რა და როგორმე გავაკეთებთ და ჩაფიქრებული მაქვს რომ იქ სამეცნიერო ცენტრი გავაკეთო მაგალითად ეხლა ხევსურეთში რომ ამას რომ ნახავენ და გააკეთებენ მე სხვა კუთხეებშიც მოინდომებენ ახალგაზრდების იმას შეხვედრისა ესე ცენტრს გაკეთებას სამეცნიერო იმის ცენტრს ხევსურეთს ეხლა იმიტომ კი არ ვამბობ რომ იქიდან ვარ წარმოშობით
მე ვფიქრობ, რომ ხევსურეთში ახლა მე სულ შემოვლილი მაქვს 1986 წლიდან, რა ვიცი, მე 2000 წელს მთელი ჩილო კავკასია და აქეთ სამხრეთ მხარეს. ანუ ხევსურეთი არის ერთგვარად საქართველოს უძველესი ისტორიის ცოცხალი მოწმეა რა. ხო და აქ ბუნებაც მე არ ვიცი, იქით კალთაზეა გადასული იქით რა, ხევსურეთის შენარჩუნებულია. ანუ საქართველოს მოსახლეობა ცხოვრობდა ჩილო კავკასიაშიც რა. სიტყვა იმერელი ახლა დღეს ეწოდება ლიხთი-ქეთელსზე, მაგრამ სინამდვილეში იმერელი როგორც ჩანს ცხოვრობდა კავკასიის ქედის იქით ეწოდებოდა იმერეთი, იმიტომ რომ რუსეთში დღესაც არის აგერ სოჭასთან იმერეთისკე დოლინა. ანუ ამ ხევსურეთმა შეინახა ეს რაღაც ეს უძველესი ეს ქართული ადგილი პირიქით ხევსურეთში, პირაქით ხევსურეთში და ამას უნდა შენარჩუნება და მეორეც კიდე როცა ვაკვირდები ამ სამეცნიერო კვლევებით და ამით, ხო? იქ საოცარი რაღაცაა იმ ხევსურეთში. მე არ ვიცი ეს მთელი ჩილო კავკასია აქეთ მომივლია. ხევსურეთში ამდენი წყაროები, მარტო აი სასმელი წყაროები, სადაც პატარა წყარო გამოდის, ყველა დასალევია, კაცო, გავსინჯეთ ის წყაროები, წამოვიღე და ყველა მეუბნება, რომ იქ ყველა ძალიან საჩიშია ხოლმე, ახლა მთის წყაროებში ხშირად მინახია ხოლმე არწივებს ეძახიან, აი პატარა ისენია, ჯანმრთელობის საშიში რაღაცებია, წვრილი ისენი, თმასავით. იმებს არ შეგიყოს და რაღაცა. ხევსურეთში ძალიან იშვიათია წყალში ეგეთი რაღაცა და თანაც აი სუფთა წყალია, გამოხდილი წყალივით. ხო და ასევე ბუნების საფარიც, აი მცენარეული საფარი იყო ერთი ბიძა მყავდა ერთი ბიოლოგი, ზოოლოგი ალექსი არაბული ბეწინად გაგა, რომელიც იკვლევდა ამას და ძალიან ბევრი ენდემური ჯიშის მცენარეული საფარითაა იქ. არის ჟოლო არის, შავი მოცვია და რა ვიცი, აი თისკიტრას ეძახიან და ძალიან ბევრი რაღაცეებია იქ, რომელიც უმაცაჭმელი მცენარეებიც კიდევ არის. ასევე ქვის საინტერესო არის ქვა კიდევ, ქვა, აი ფიქალის ქვა ხო არის ყველგან კავკასიაში, მაგრამ ხევსურეთში ერთი ადგილია, კერძოდ აი სადაც მე მინდა გავაკეთო იქ, ბლუს ტერიტორია, აი ქალქვის თავი ქვია. ის ფიქალი არ არის იქ და ის არის საამშენებლო ქვა არის რა, აი რაღაც კრემისფერია, საინტერესო იჭრება ეს და ითლება კარგად. არის ხევსურეთში კიდევ ერთი ხეობა, ლიქოკის ხეობა, რომელიც 16-ზე მეტი სამკურნალო წყალია რა. ამას ყურადღება უნდა, ყურადღების მიქცევა უნდა და მშვენივრად მოეწყობა იქ რა. ნორმალური ის გაკეთდება, დასასვენებელი და გასაჩერებელი. სოფლიო ნაკრძალად უნდა გამოცხადდეს ჩვენი ქვეყანა რა. არაფერს ამობ ახლა იქ უამრავი პიქტოგრაფიული ხაზოვანი დამწერლობები სალოცავებში და ეს რიტუალები კოსმოლოგიური იმით და მთელი ის კიდე ცალკე თემაა და ცალკე ის არის რა და ტალავარი კიდე და მთელი ეს ყველაფერი ანუ იმისთვის ყოფილა თურმე რომ ჩვენ კოსმოსთან ვითანამშრომლოთ სწორად. აი საბოლოოდ ესეთი აზრი ჩავამეყალიბდა რომ ადამიანებს გაჩნდნენ იმიტომ ამ დედამიწაზე რომ კოსმოსთან ვითანამშრომლოთ სწორად და საქართველოს დაინახავს ამას თავისი ლექსიკონით, თავისი რიტუალებით, თავისი ტალავრით და თავისი რა ვიცი აი ყველაფრით რა და ეს არის მართლა აი ხლა ტიბეტში მაგალითად შემოღებული აქვს ეგეთი წესი რომ ტიბეტის აკრძალულია იქ ყველაფერს აი სხვა შენობების აშენება და რაღაც ხევსურეთშიც უნდა იყოს რაღაცნაირად ისეთი ძველებური სტილის, ოღონდ გათანამედროვებულ სტილში უნდა იყოს ის ძველებური შენარჩუნებული რაღაცნაირად რომ თუ გინდა რომ ჩვენ ეს კუთხე არ გადაგვექცას რა აი რაღაც ჩვეულებრივ რაღაც რომელიღაც დასასვენებელ ადგილად. ეს უნდა იყოს რაღაც უბრალო ეს ხო ისე ის რაღაცნაირად უნდა გავაგრძელოთ უნდა გავაგრძელოთ ხო რა ეს დატვირთვა უნდა იგრძნობოდეს იქ რო ადამიანი ადის და ეს ინფორმაციული ველი უნდა იგრძნობოდეს. აი ეგეთი ამას უნდა სამეცნიერო ახალგაზრდებს უნდა გავაგებინოთ ეს სამეცნიერო ცენტრის გახსნა მინდა ამიტომაც მე ძალიან დიდი სურვილი მაქვს რომ ეს საერთაშორისო რაღაცა ისეთი იმით გავაკეთოთ რომ კავკასიური ხალხებს შორის საურთიერთობო კულტურა ქონდა ჩვენ ქართველებს ოდითგანვე და ეს კულტურის მიმანიშნებელი აქ ქალაქებში კი არა აი მთებში უნდა იყოს ეს ერთ-ერთი ცენტრი გაკეთებული რომელსაც ითანამშრომლებს ძალიან საინტერესო ხალხია ინგუშები ახლა დავდიოდი ნავალი ვარ იმათაც ეგეთი ინტერესი აქვს და იქაც უნდათ მოკლედ ეგეთი იმის გაკეთება
როშკაში ახლა ორი ადამიანი რჩება მხოლოდ ზამთრის რა და ცოდუა ეს ხალხიც რა და ბლუში კიდე ერთი ადამიანი რჩება, გასაც არ აქვს და დაიწყეს კი ზის გაყვანა ახლა მადლობა დუჟეთის მედიას ამისთვის და მედია მივა, მაგრამ ეს ბილიკი როგორმე ჩემს უბანში ბილიკი როგორმე უნდა გავაკეთოთ, თორე ძალიან მეუხერხულება, რამდენჯერ შევაწუხე არ გუბერნატორი, არ მე რა ვიცი, მაგრამ აუ კიდევ ერთხელ ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე აი ბოლომდე რომ მივიდეს მეც მზად ვარ აქტიურად ყველანაირად თქვენს გვერდით ვიყო წამოვიდე რაღაც კავშირებით ყველანაირად შევეცადოთ რომ ეს ყველაფერი მოხდეს, იმიტომ რომ ამას ჩვენი ერისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, აი ეს არ არის ის რომ მარტო ანუ რაღაც ემსახურება მერკანტილურ მიმართულებას, არამედ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სულიერი და კულტურული თერაპიის ის არის ცენტრის შექმნა შეიძლება იქ, რომელიც ახალგაზრდებს განვითარებისთვის რაღაც დაინტერესებას მისცემს რა. და ამდენ ცოდნა რა ეს ცოდნა რაც არის რამხელა ой ცოდნა ჰქონდა ეგ იყო ცოდნა გაუხსნის და შესაძლებლობებს გაუხსნის და მიზანს დაუსახავს სწორად და ადგილის დედასთან სწორად იქნებიან კავშირში. ჭიდროდ კონტაქტში ახლა როგორ იყო მთის ხალხი საერთოდ და ხევსურებს რო ვაკვირდები ახლა იქ მამაპაპიდან და იმიდან მთის ხალხი და საერთოდ ქართველები ბუნებასთან ჭიდროდ იყო კონტაქტში რა ძალიან და ამ ხევსურეთში პირდაპირ ესე იგი კონტაქტში კი ანუ ბუნების გარეშე არაფერს არ აკეთებდნენ და ბუნებას ენდობოდნენ თლიანად მოყვებოდნენ ამ ბუნების იმას რა ისე დონეზე იყვნენ ესენი რომ ანუ ყველაფერზე იყო ჩართული რა ბუნების იმაში რა გათენება დაღამება იქ სამეურნეოების დაწყება ყველაფერი ილოცებოდა ეს დადებითი ეს ყველაფერი დალოცვები აი პირველ იმას რომ გაავლებდნენ კვალს გაზაფხულზე ხო ყოველთვის ილოცებოდნენ ამას და ეს რიტუალი ქონდა თავისი რიტუალი ქონდა თავის დალოცვის რიტუალი ქონდა თავისი და ურნატი ერქვა ამას ხო და ეს ამით იყო ეს ხალხი ამით ძლიერდებოდა ეს ხალხი ამით ნაყოფიერდებოდა ამით იყო მომავლისთვის ჩართული სიძლიერით რა ეს როგორღაც უნდა გაიგოს ამ ადამიანებმა ასევე ყოველ დღეობებში აი როგორ ხდება იქ დღეობებში ყველა თავის ისენი აქვს წესები და იმ დღეობებში თავისი გარკვეული დადებითი ენერგეტიკის მოზიდვისთვის იყო განკუთვნილი დროშის ტარება იყო იქ ჯვრის ტარება თუ 1000 სხვადასხვა რიტუალებია რა ეს ყველა არ უნდა დაგვეკარგოს ეს თუ დაგვეკარგა ხო ახლა მოვწყდებით და გავხდებით აი როგორც აი ამირანის ეპოსი რო გვაქვს რა რომ მოიტაცა ამირანმა ყამარი და ჯაჭვი გაწყვიტა ცასთან ხო და აი ჯაჭვი უნდა აღსდგეს რა ეს ჯაჭვი ცოდნაა რა ზეცასთან ცოდნის ისა ჯაჭვი ეს ჯაჭვი უნდა აღსდგეს ცოდნის ჯაჭვი ზეცასთან კავშირი სწორი კავშირი ამენ გისმინოთ ღმერთმა ეგეთი პატიცემულ ტელემაყურებლებო ვფიქრობ ძალიან საინტერესო საკითხებზე ვისაუბრეთ ჩვენი გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა ჩვენ კიდევ გავაგრძელებთ აუცილებლად გარკვეულ საკითხებზე უფრო სიღრმისეულ საუბრებს საველე იმაში გავიდეთ მთაში როდესმე და გავიდეთ და იქ ადგილზე ჩავწეროთ რა და იქ არის ძალიან საინტერესო რაღაც რო აი მოკლედ ანუ შემოგთავაზებთ რო იტყვიან აი საველე პირობებში ჩავწეროთ საველე პირობებში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა იმ ადგილიდან სულ სხვა იქნება ეს ყველაფერი და ბატონო გიორგი დაგემშვიდობებით დიდი მადლობა მოწვევისთვის თქვენს და გამარჯვებული ყოფილიყავით ჩვენ ფაქტურად ჩავთვალოთ რომ თანამშრომლობთ, მეგობრობთ და მივყვებით იმ გზას, რა გზაც ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენი ქვეყნისთვის. მე ტრადიციულად ყოველთვის ჩემს გადაცემას ვამთავრებ ხოლმე შემდეგი სიტყვებით. ეშმაკი ყოფს ღმერთი აერთიანებს. მომავალ შეხვედრამდე. ამინ. გამარჯვებით ყოფილიყავით.
ამინ.